გამარჯობათ, ახალი სასწავლო სეზონი დაიწყო და უნივერსიტეტიც გამოცოცხლდა. ჩვენ კვლავ ეთერში ბრუნდებით და წარმოგიდგენთ ახალი სეზონის პირველ გადაცემას. მაშასე, დღეს თქვენ ნახავთ. ახალი სასწავლო წელი სტუდენტური პროტესტის გარეშე დაიწყო. სტუდენტთა ნაწილის პრეტენზიებს უნივერსიტეტი გაკეთებული საქმით პასუხობს. ლადო პაპავას ანგარიში რექტორობის 1 წელი. პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსების ნაცვლად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფო უნივერსიტეტებს განვითარების ფონდის შექმნას პირდება. გადაცემის სტუმარია მინისტრი თამარ ცანიკიძე. საქართველოს, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ებრაელებთან ურთიერთობის 26 საუკუნოვან გამოცდილებას უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა. უნივერსიტეტში წმინდა გრიგოლის 115 წლისთავთან დაკავშირებით არქიმანდრიტის გრიგოლ ფერაძის მემორიალური დაფა გაიხსნა. ახალი სასწავლო წლის დაწყების ცერემონია ვარდების მოედანზე. ხელისუფლება სტუდენტებისთვის დანაპირების შესრულებას იწყებს. ახალ სასწავლო წელს უნივერსიტეტის სტუდენტური პროტესტის გარეშე შეხვდა. წლების განმავლობაში სტუდენტების პროტესტის მიზეზი იყო აკადემიური რეგისტრაციის გავლისას ბაზების გაუმართავობა. წელს პირველად რეგისტრაციის პროცესმა მხოლოდ მცირეოდენი ხარვეზით ჩაიარა. საპრეტენზიო ამ მხრივ მართლა ცოტა იყო, თუმცა სტუდენტთა გარკვეულმა ნაწილმა მაინც მოძებნა უკმაყოფილების მიზეზი და აი ისიც. უნივერსიტეტში განათლების ხარისხის გაუმჯობესების მხრივ არაფერი გაკეთებულა, არც რაიმე წინსვლა ირწნობა, ასეთ პოზიციაზეა ზოგიერთი სტუდენტი. და მაინც რა გაკეთდა უნივერსიტეტში ბოლო წლების განმავლობაში? სწორედ ამ თემას მიუძღვნა თავისი სპეციალური პრესკონფერენცია უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ. და სწორედ ეს იყო პასუხი იმ ნეგატივიზმზე, რომელიც ჯერ კიდევ ვერ დასრულდა უნივერსიტეტში. მაშასე, მთავარი თემა ჩვენს გადაცემაში. მედიას სკანდალი იზიდავს. ამიტომაც მოექცა ამ დღეებში უნივერსიტეტი საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში. რექტორმა ლადო პაპავამ უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზ გასამართის სადგურის მშენებლობა დაგმო. რექტორის განცხადებას ეკონომიკის სამინისტრო გამოეხმაურა აქცენტით, რომ თითქოს და ლადო პაპავა იმ ხელშეწყობაზე არაფერს ამბობს, რასაც უნივერსიტეტი მთავრობისგან იღებს. თემა მედიამ მაშინვე აიტაცა. უნივერსიტეტის რექტორის რეაქცია პრესკონფერენციის მოწყობა იყო, რომელზეც ლადო პაპავამ ისაუბრა იმ მხარდაჭერაზეც, რასაც უნივერსიტეტი მთავრობისგან გრძნობს და რეაგირების გარეშე დარჩენილ იმ საკითხებზეც, რომელიც უნივერსიტეტს დღემდე აწუხებს. დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში სტუდენტის საფასური არ შეადგენს ბიუჯეტის 10%-ზე მეტს და სახელმწიფო მხარდაჭერა 50-60%-ის ტოლია. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სახელმწიფო მხარდაჭერა 30%-ს აღწევს. ჩვენს უნივერსიტეტებში სახელმწიფო მხარდაჭერა 0-ის ტოლია. თუ გვინდა რომ უნივერსიტეტები იყოს სტაბილური, მდგრადი, განვითარებადი, მას უნდა კონდეს აუცილებლად პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსება. ამ მოთხოვნას დღესაც მკაფიოდ ვაყენებთ თქვენ წინაშე ძვირფასო ჟურნალისტებო და ვიმედოვნებთ რომ ჩვენ ხმას კიდევ ერთხელ გააგონებთ ქართულ საზოგადოებას და მთავრობას, რომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, რომ ბიუჯეტის პროექტი უნდა მთავრობამ წარადგინოს პარლამენტში არაუგვიანეს 30 სექტემბრის, ასე რომ ეს კონსტიტუციური მოთხოვნა და ველოდებით, რომ პროექტში ვნახოთ, როგორ გადაწყდება ეს საკითხი. ჩვენ მადლობელი ვართ განათლების განათლების და მეცნიერების სამინისტროს მადლობელი ვართ, მაგრამ ამ შემთხვევაში მადლობელი ვართ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსი, რომელთანაც დაიწყო ინტენსიური თანამშრომლობა და 2013-2014 წელს უნივერსიტეტს გადმოეცა სარგებლობაში 10 ობიექტი. 116 კიდევ საკადასადაო. ამიტომ 10-ისთვის მადლობელი ვართ, მაგრამ პროცესი დასაჩქარებელია. როდესაც 10 ობიექტია 116-ის 10%-საც არ შეადგენს. ამიტომ მთავრობასთან სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ურთიერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, განსაკუთრებით მის მოადგილესთან, დიმიტრი კუმსიშვილთან, რომელიც ინტენსიურად მუშაობს ჩვენთან, გაგრძელდება და დაჩქარდება ამ ობიექტების ბედის გადაწყვეტა. პოლიტიკოსებს და ზოგადად არჩეულ თანამდებობის პირებს დაპირებების შეუსრულებლობას ხშირად ახსენებენ. რექტორის არჩეული პირია,
თუმცა ლადო პაპავას შემთხვევაში შეიძლება ითქვას ის, რომ უკვე რექტორობის წლის თავზე მისი რამდენიმე წინასაარჩევნო დაპირება ნამდვილად შესრულდა. სწორედ ამ კუთხით გაანალიზების საშუალებას იძლევა ის წლიური ანგარიში, რომელიც რექტორმა, აკადემიკოსმა ლადო პაპავამ საზოგადოებას გააცნო. სიახლეებს შორის მთავარ მიღწევად რექტორმა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ახალი ფაკულტეტის შექმნა გამოყო. ფაკულტეტის ჩამოყალიბება ოქტომბრისთვის დასრულდება. ეს არის პასუხი თანამედროვე გამოწვევაზე, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ საქართველოში ძალზე მოთხოვნადი გახდა ისეთი პროფესიები, როგორიც არის ფსიქოლოგი, როგორიც არის პედაგოგი და სამწუხაროდ ბოლო წლებში სწორედ ამ სფეროში დაგროვდა ყველაზე ცუდი ნეგატიური გამოცდილება. სამწუხაროდ პრაქტიკულად გაუქმებულია ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც ადრე არსებობდა მეცნიერებათა აკადემიაში და მნიშვნელობა აქვს, რომ ფსიქოლოგიის სპეციალობა გახდეს პრესტიჟული, იყოს თავიდანვე ხელმისაწვდომი ახალგაზრდებისათვის და არანაკლებ პრობლემატური არის პედაგოგის პროფესია. არც თუ დიდი ხნის წინ ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ საბჭოთა ოკუპაციიდან მოყოლებული თბილისშიც და სხვა რეგიონულ ცენტრებში საქართველოსი იყო პედაგოგიური ინსტიტუტები. დღეს ასეთი რამე უკვე აღარ არის. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს მიმართულება წამოგვეწია და ეს ყოფილიყო ერთ-ერთი დამფუძნებელი ფაკულტეტის. ნოემბერში დასრულდება კონკურსი, რომელიც ახლად შექმნილ პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტში 12 შერჩეულ დოქტორანტს სამეცნიერო კვლევის გაგრძელების საშუალებას მისცემს. რა გაკეთდა ისეთი, რაც რითაც შეიძლება ჩვენ ვიამაყოთ, რადგანაც ეს არის პირველად უნივერსიტეტში. შეიქმნა პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტი, ჩვენ გვაქვს 12 საკონკურსო ადგილი, უკვე კონკურსი გამოცხადებულია. ნოემბერში ეს კონკურსი დასრულდება და უკვე ჩვენ გვეყოლება ახალი ინსტიტუტი, შევსებული ახალი სიცოცხლით, ეს არის ახალგაზრდა დოქტორები, რომლებმაც დაიცვეს სადოქტორო დისერტაცია, უნივერსიტეტი მათ მისცემს შესაძლებლობას, რომ გააგრძელონ უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევით საქმიანობა, ბუნებრივია კონკურსის საფუძველზე. არის არასაკონკურსო ადგილებიც, მაგრამ ეს უკვე არ იქნება საუნივერსიტეტო დაფინანსებით, ანუ 12 საკონკურსო ადგილი ეს საუნივერსიტეტო დაფინანსება. უნივერსიტეტში მეცნიერებისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული ფაკულტეტებიდან წლის საუკეთესო პედაგოგების, საუკეთესო მეცნიერების თუ საინტერესო მკვლევარი სტუდენტების გამოვლენა, რომელთა პრემიით წახალისებაც სხვებისთვის სტიმულის მიმცემია. მომავალი აკადემიური კონკურსების ჩატარებისთვის კი ახალი სტრატეგია უკვე მუშავდება. ჩვენ ნამდვილად არ გვინდა დავაკრინოთ ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორის შესაძლებლობა მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება, მაგრამ ასევე ვფიქრობთ, რომ საკონკურსო კომისიები გავხადოთ უფრო ღია და მასში მონაწილეობდნენ არა მარტო უნივერსიტეტელები, არამედ სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებიც და ეს წარმომადგენლობა იყოს გარკვეული სავალდებულო, გარკვეული რაც შეეხება გარე რეფერირებას. თავს ნუ მოვიტყულებთ. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორების პუბლიკაციებზე საზღვარგარეთ, ამით ყველა ფაკულტეტი არ არის გამორჩეული. და იმ გარე რეფერირების პროცესში, ახლა დღეს ხდება ხანდახან ასეთი რამ, რომ იძახიან, აი გადავაგზავნეთ საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში გარკვეული ნაშრომები რეცენზირებისთვის. მე როგორც ირკვევა, რომ ეს აქვე თბილისში რომელიღაც სამეცნიერო დაწესებულებაში მივიდა. მათ შორის უნივერსიტეტის ერთი სტრუქტურიდან მეორე სტრუქტურაში გადაიგზავნა და ამას ეძახიან გარე რეფერირებას. ნუ მოვიტყულებთ თავს. და ისეთ რამესაც ნუ გავაკეთებთ, რომ ჩვენ ფაკულტეტები პროფესორების გარეშე დაგვრჩეს. იმიტომ რომ ყველა ფაკულტეტი ერთნაირად მომზადებული დღეისთვის საერთაშორისო სტანდარტით არ არის. ჩვენ ძალიან ყველაზე მაღალი სტანდარტი გვაქვს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ასევე მაღალი სტანდარტია, საკმაოდ მაღალი სტანდარტია მედიცინის ფაკულტეტზე, სამწუხაროდ სხვა ფაკულტეტები მათ ამ სტანდარტებში ფეხს ვერ უბანს. რატო? იმიტომ რომ ჯერჯერობით არ არიან მზად. ხოლო ერთი და ორი ადამიანის ახირებას არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი პროფესორების მომავალი და მათ შორის ჩვენი სტუდენტების მომავალი. მაგრამ ჩვენ ვაპირებთ, რომ უფრო მკაფიო გახდეს მოთხოვნები, რას ნიშნავს სამეცნიერო საქმიანობა. რომ შეერჩიო ჩვენი პროფესორა, რომ არაფორმალურად წარმოადგინონ ანგარიშები რა სამეცნიერო საქმიანობა ჩაატარეს. ზოგიერთი ამასაც არ კადრულობს.
რო ანგარიშები დროზე წარმოადგინოს და ამასთან დაკავშირებით მიღებული იქნა სპეციალური გადაწყვეტილებაც. მაგრამ რო ეს გახდეს იმისთვის, რომ მომავალ კონკურსების დროს მათ მოეთხოვოს უკვე გარკვეული პუბლიკაციები სერიოზულ უცხოურ ჟურნალებში. და თუ ამ დონეზე გავვალთ, მე გარე რეფერირება პრობლემა ნამდვილად არ იქნება. ხოლო დღეს ვინც ამას ითხოვს, შენ შემთხვევაში დამორწმუნეთ, თვითონ მისი ნაშრომები რო გადავაგზავნოთ გარე რეფერირებაზე, რეაქცია იქნება ნულოვანი. არ ვიცნობ და პასუხსაც არ მოგწერენ. გარდა იმისა, რომ წლის განმავლობაში ამოქმედდა 15 ახალი საგანმანათლებლო პროგრამა, შეძენილია 20-მდე სასწავლო სახელმძღვანელოს თარგმნის უფლება და ინტენსიურად მიმდინარეობს მათი თარგმნის პროცესი. შეიქმნა სასწავლო პროცესის მართვის გაუმჯობესებული ელექტრონული ბაზა, რამაც საბოლოოდ გადაჭრა აკადემიური რეგისტრაციის პრობლემა. უნივერსიტეტმა შეიძინა უნიკალური რობოტოსკანერი, რომელიც სასწავლო სახელმძღვანელოების სიმწირის პრობლემასაც მოხსნის. ამ სიახლეებთან ერთად უნივერსიტეტი წარსული ფასეულობების დაფასების გზასაც დაადგა. შავ პიარს ბოლო მოეხო. უნივერსიტეტის ეზოსა და პირველი კორპუსის ფოიეებში აღდგა და დაიდგა იმ ღირსეულ მოღვაწეთა ბიუსტები, რომელთაც უნივერსიტეტთან საქმე და სიყვარული აკავშირებდათ. რექტორი ლადო პაპავა გაჩერებას არ აპირებს და მის სამომავლო წლიურ ანგარიში მხოლოდ სიახლეებზე გეგმავს აქცენტის გაკეთებას. პროგრამა მაქსიმუმის შესასრულებლად იმას ჯერ კიდევ წლები წინ აქვს. სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაზისო დაფინანსებასთან დაკავშირებით საუბარ ჩვენ მანამ არ შევწყოთ, ვიდრე კონკრეტული შედეგი არ დადრება. სწორედ ეს იყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძესთან ჩვენი სტუმრობის და საუბრის მთავარი მიზანი. განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე პასუხობს ჩვენ შეკითხვებს. მოგესალმებით, ალბათ თამარ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, თქვენ დიდი მადლობა მოწვევისათვის. და პირველი შეკითხვა, როგორ ხვდებით ახალ სასწავლო წელს და რა გეგმები აქვს თქვენ სამინისტროს კონკრეტულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმართებაში და ზოგადად სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან მიმართებაში? კეთილი, პირველ რიგში ნებას თუ მომცემთ ვისარგებლებ გადაცემით და სწავლის დაწყებას და ახალ სასწავლო წელს მივულოცავ ყველას და ვუსურვებ, რომ ქონოდეთ ნაყოფიერი და წარმატებული წელი. რაც შეეხება სიახლეები გვაქვს განათლების სხვადასხვა დონეზე. მე ვფიქრობ, თქვენ უფრო გაინტერესებთ უმაღლესი განათლების დონეზე და ამიტომ თქვენს დროს დავზოგავ ამ კუთხით. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ძალიან ბევრი თემა იყო წლის განმავლობაში, რომელსაც დავიწყეთ მუშაობა. ჩვენ მოგეხსენებათ, მუშაობთ გარკვეულ ფორმატში, ეს არის რექტორთა საბჭოს ფორმატი. სადაც წარმოდგენილი არიან სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები. ამიტომ იქ იყო საერთო თემები, ვიდრე განსხვავებით კონკრეტული უნივერსიტეტის თემებისაგან, შეეხებოდა უნივერსიტეტების სტრატეგიული განვითარების გეგმას, პედაგოგიურ განათლებას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ავტორიზაცია აკრედიტაციის საკითხებს, დაფინანსების საკითხებს. ამიტომ აი ეს ძირითადი საკითხები, რომელიც ყველა უნივერსიტეტისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. წლის განმავლობაში ჩვენ ამ თემებზე ვიმუშავეთ, გარკვეული კონცეფცია ჩამოვაყალიბეთ და ეს ყველაფერი მიმდინარე, ასე ვთქვათ, რეჟიმშია. რაც შეეხება წელს, რასაც ვისურვებდი, რომ ძალიან გააქტიურებული იყოს, თქვენ იცით, რომ ჩვენი ყურადღების ცენტრში არის დღეს პედაგოგი და პედაგოგიური განათლება. და ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ მხრივ აუცილებლად უნდა გახდეს ჩვენი ძალიან საიმედო პარტნიორი. ჩვენ უკვე კონცეფცია ჩამოვაყალიბეთ, ჩართული იყო როგორც ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, ასევე ილიას უნივერსიტეტი. არის კონცეფცია ჩამოყალიბებული, როგორი უნდა იყოს პედაგოგიური განათლება იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ კარგი კვალიფიციური და მომზადებული პედაგოგი პროფესიაში შესაშვებად. ამისათვის ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ფაკულტეტი, რომელიც არის განათლებისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ილიას უნივერსიტეტში არის განათლების სკოლა უკვე, რომელიც დაფუძნდა და ამ კუთხით მიმდინარეობს ძალიან ასე ვთქვათ სწრაფად სამუშაოები, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია და ასეთ წამოწყებაში ჩვენი მხარდაჭერაც პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ გარანტირებულია. მივედით უკვე იქამდე, რომ გადავდივართ ისეთ დეტალებზე, როგორიც არის კურიკულუმები და ასე შემდეგ, თავისთავად ხარისხის ცენტრშიც მიმდინარეობს ამ კუთხით საკვალიფიკაციო ჩარჩოს მოწესრიგება. რა თქმა უნდა, არის კიდევ სხვა თემებიც, რომელზედაც წლის განმავლობაში ვიმუშავეთ და წელს უკვე განხორციელდება. ერთ-ერთი არის მაგალითად
დოქტორანტების დაფინანსება იულიხის ცენტრთან ერთად. კონსორციუმის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჯავახიშვილის უნივერსიტეტი და ილიაუნი კონსორციუმად გაერთიანდნენ და იულიხის ცენტრთან ერთად ჩვენი მხარდაჭერით გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც დოქტორანტებს და დოქტორანტ სტუდენტებს შეეძლებათ და ექნებათ საშუალება, რომ ჩართონ კვლევაში და განათლება მიიღონ როგორც საქართველოში, ისევე გერმანიაში იულიხის ცენტრში, ვის ფარგლებშიც გაიცემა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასეთი პროგრამა ჯერჯერობით არ განხორციელებულა და დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით განხორციელდება. აქაც ჩვენი მხარდაჭერა გარანტირებულია, ჩვენ რუსთაველის ფონდის ფარგლებში გამოვყოფთ დამატებით დაფინანსებას, რომლითაც ხელშეუწყობთ ამ პროგრამის განხორციელებას. ამის გარდა, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ დოქტორანტების დაფინანსებას აქ ადგილზე, რომელიც 2013 წელს განვახორციელეთ. კიდევ ახალი რაც იგეგმება და უნდა დავიწყოთ უკვე მუშაობა, ეს არის CERN-თან ურთიერთობა, რაცშიც ასევე დაინტერესებულია ჯავახიშვილის უნივერსიტეტი და ამაშიც აუცილებლად მხარს დაუჭერდა. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც წლის განმავლობაში მუშავდებოდა და ეხლაც ჯერჯერობით განხილვის მომენტშია, იმიტომ რომ არის გარკვეული სამუშაო პროცესები გასავლელი, ჩვენი მხრიდან იყო შეკითხვები, რა თქმა უნდა, პასუხებიც არის და ამიტომ ნახოთ დაველოდოთ წლის ბოლომდე ეს ინფრასტრუქტურული პროექტების ბედიც, განსაკუთრებით ჯავახიშვილის ბედიც უნდა გადაწყდეს. ანუ რეალური არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან სავალალო მდგომარეობა ფაქტობრივად მხოლოდ პირველი კორპუსია ინფრასტრუქტურულად გამართული. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში არის წარმოდგენილი მესამე სასწავლო კორპუსის რეაბილიტაციის პროექტი. პროექტი ამჟამად არის განხილვაში, იყო კონკრეტული საკითხები, რომლის ასე ვთქვათ, განმარტებაც მოვითხოვეთ. და თუ არ ვწდები გარკვეული პასუხები მიღებულია და ჩვენი ინფრასტრუქტურის სააგენტო, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე, საბოლოოდ უკვე დადებს დასკვნას და აქედან განისაზღვრება შემდეგ ოდენობა ჩვენ რა ნაწილით და რა რესურსით დავეხმარებით ამ პროექტს. თქვენ ისაუბრეთ დაფინანსების საკითხზე. სტუდენტების დაფინანსების ძალიან აქტუალური თემაა ეხლა ბაზური დაფინანსება სტუდენტების. საპროტესტო გამოსვლებიც იყო გვახსოვს ჩვენ რამდენიმე თვის წინ სტუდენტები ითხოვდნენ დაფინანსებას. რა მდგომარეობაა ამ მხრივ? 2015 წლის ბიუჯეტში ჩვენ ასევე ვაპირებთ, რომ გავაჩინოთ უნივერსიტეტების განვითარების ფონდი. და ეს ფონდი იქნება გამოყენებული და მისი ხარჯვა იქნება დამოკიდებული სწორედ უნივერსიტეტების მიერ წარმოდგენილი განვითარების გეგმების მიხედვით. ანუ იქ სადაც გამოჩნდება რაოდენობით და რა კუთხით დასჭირდებათ უნივერსიტეტებს სახელმწიფოს დაფინანსება და სახელმწიფოს მხარდაჭერა. ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს ბიუჯეტში გარკვეული რესურსი გამოყოფილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, აქ არის უწყებათა შორის კომისია, რომელიც განიხილავს ამა თუ იმ პროექტს და ამის გარდა კიდევ თუ გაჩნდება ფონდი, რომელიც უფრო პროგრამაზე იქნება მიბმული და შინაარსობრივ მხარეზე, მე მგონი ეს ძალიან დაეხმარება ჩვენს უნივერსიტეტებს. თუმცა ამისათვის ნამდვილად მოუწევთ, რომ დაგვანახონ და თავიანთი ხედვა გახადონ უფრო ქმედით და უფრო კონკრეტული, საიდანაც გამოჩნდება ის ნაწილი, სადაც მათ დაჭირდებათ სახელმწიფოს დაფინანსება და მხარდაჭერა. ეს იქნება და იმუშავებს მანამდე, სანამ ჩვენ საბოლოოდ არ ჩამოყალიბდებით, როგორი უნდა იყოს უნივერსიტეტის დაფინანსება. და წარმატებული სტუდენტებისთვის თუ იქნება რამე ესეთი შეიძლება წავახალისოთ ისინი, რამე პროგრამები თუ იქნება? წარმატებული სტუდენტები გაჩნია რა კონტექსტში განვიხილავთ ამას, ჩვენ გვაქვს საუბარი იმ აბიტურიენტებზე, ვინც წარმატებით და მაღალი ქულებით ჩააბარა, თუ შემდეგ უკვე რომელი სტუდენტი არის წარმატებული, იმიტომ რომ ეს ორი სხვადასხვა რამეა. თუ საუბრობთ აბიტურიენტზე, ის როდესაც არის წარმატებული და მაღალ ქულებს იღებს გამოცდაში, მას ისაც მიუწვდება ხელი 100%-იან დაფინანსებაზე, სახელმწიფო გრანტზე. მით უმეტეს თუ ასეთი სტუდენტი მოხვდება უფასო მიმართულებაზე, მას გრანტის გარდა სახელმწიფოს სხვა დაფინანსებაც მიყვება. რაც შეეხება თვითონ სტუდენტებს, რომელიც უკვე მოღვაწეობენ უნივერსიტეტში და სწავლობენ, მათთვის არაერთი პროგრამა იქნა შეთავაზებული და რა თქმა უნდა ამ პროგრამებში კონკურსის წესით
მონაწილეობენ სტუდენტები, ეს არის ზამთრის და ზაფხულის სკოლები, ეს იყო იგივე დოქტორანტების დაფინანსება. ახალი პროგრამა, რომელიც ეხლა იწყება უკვე მაგისტრებს შეეხება და აქ ჯგუფურ მონაწილეობაზე არის საუბარი, რომლის ფარგლებშიც ასევე ტექნიკაც იქნება შეძენილი. ამიტომ ეს პროგრამები არის, რომელიც ჩვენ დავნერგეთ, მაგრამ თუ რა თქმა უნდა კარგი ინიციატივა იქნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, ჩვენ სიამოვნებით განვიხილავთ და რა თქმა უნდა მხარს დავუჭერთ. რამდენად კმაყოფილი ხართ ეროვნული რამოცდებით და როგორ შეაფასებთ მთლიანად აი ამ პროცესს, რომელიც ჩატარდა? მე შემიძლია გითხრათ ის გამოძახილი, რომელიც მოყვა შედეგების გასწორების, ასე ვთქვათ, მომენტს, როდესაც გამსწორებლებმა თქვეს, რომ წელს ბავშვები უკეთ არიან მომზადებულები, განსაკუთრებით ეს იყო უცხოენა და ეს იყო ქართული. რაც რა თქმა უნდა მისესალმებელია. თუმცა შედეგების გაუმჯობესების სურვილი ნამდვილად არის და თვითონ გამოცდების პროცესს რაც შეეხება მშვიდად ჩაიარა. თვითონ პროცენტული მაჩვენებელი, რამდენი აბიტურიენტიდან რამდენმა გადალახა ზღვარი, წელს გვაქვს უფრო მეტი, ეს იყო 72%, შარშან იყო მაგალითად 67%. უმნიშვნელოდ შემცირებულია თვითონ აბიტურიენტთა რაოდენობა, თუმცა არ არის ისეთი, რომ საგანგაშო იყოს ყოველწლიურად 1000-2000 სტუდენტის სხვაობა, იქედან გამომდინარე რამდენი მოსწავლე ამთავრებს სკოლას, ყოველთვის არსებობს, ამიტომ ამ კუთხით მე მგონი რომ ნორმალურად ვართ. წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იგეგმება აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები, ხომ არ შეიცვლება რამე, აი მართ საარჩევნო პროცესში იქნება არჩევის წესი შეიცვალოს ან რამე სხვა, რაიმე რეკომენდაციები თუ გექნება თქვენ? ზოგადად წესების შეცვლას და სწრაფად მე მგონი რომ არ ვაპირებთ, მე მგონი კი არა ზუსტად ვიცი რომ არ ვაპირებთ და შესაბამისად არ შეეხება ამ არჩევნებს, თუმცა ისეთი მომენტები როგორიც არის შიდა ავტონომიის საკითხების მოწესრიგება, დაფინანსების თემა, ავტორიზაცია აკრედიტაციის თემა, რომელიც ეხლა მუშავდება, შემდეგი ცვლილებები კანონპროექტში ზუსტად ამ მიმართულებით განხორციელდება. უბრალოდ ეს არ მოხდება ერთ და ორ თვეში. მე ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე ჩვენ კანონის პროექტს, ანუ პაკეტს შევაჯერებთ და წარვადგენთ პარლამენტში. შესაბამისად, მე მგონი, რომ არჩევნები თქვენთან უფრო მალე ტარდება, თუ არ ვცდები ოქტომბერში, ამიტომ აქედან გამომდინარე არჩევნების ჩატარება მოუწევთ არსებული წესით. არსებული წესით და რადგან კანონპროექტი ახსენეთ, როგორი იქნება, რა შეიცვლება ახალი? აი ეს არის ძირითადი მომენტები, რომელიც ჩვენთვის არის სასიცოცხლო მნიშვნელობის და ჩვენთვის კი არა საგანმანათლებლო სისტემისთვის და ამით უნდა შევცვალოთ და გავმართოთ ზუსტად ის, ასე ვთქვათ, ხარვეზები, რომელსაც ვფიქრობთ, რომ არსებობს დღეს უმაღლესი განათლების ნაწილში. ეს არის ინსტიტუციური აკრედიტაცია და ამის სტანდარტები მუშავდება და შემოდის ინტერნაციონალური ელემენტები, რათა აიწიოს და გაიზარდოს სანდოობა, გახდეს მონაცემები თვლადი, გადავიდეთ ავტომატიზირებულ სისტემაზე, სადაც იქნება მეტი გამჭვირვალობა და აგრეთვე მეტი სანდოობა. მეორე თემა, რომელსაც ვამუშავებთ ჩვენ კანონპროექტისთვის, ეს არის უნივერსიტეტის შიდა ავტონომიური მოწყობა. ჩვენ ვიცით, რომ გარეგანი ავტონომიისთვის ნაბიჯები გადაიდგა და შეგვიძლია დღეს ჩვენ ვთქვათ, რომ უნივერსიტეტი ბევრად უფრო ავტონომიურია დღეს და ამ ავტონომიას ჩვენ ვინარჩუნებთ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ შიდა ავტონომია და ფუნქციების გადანაწილება ჯერ კიდევ მისაღებია. ამიტომ ამ კუთხით იქნება ცვლილებები ახალ კანონპროექტში. კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ასევე განხორციელდება, ეხება ხარისხის მონიტორინგს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელიც ასევე მიბმული არის ინსტიტუციური აკრედიტაციის თემასთან და რაც მთავარია და ამაზეც ერთად მუშაობთ, ეს არის დაფინანსების მექანიზმები და სხვადასხვა ალტერნატივები. ნახოთ, რომელ ალტერნატივაზე შევჯერდებით და შესაბამის ცვლილებები შევიდეთ შემდეგ კანონში. და ბოლოს კითხავთ, რაიმე რეკომენდაციები, წინადადებები ხომ არ გაქვთ უნივერსიტეტთან, რა სახით თანამშრომლობთ ბატონ რექტორთან და თუ გაქვთ რამე გეგმები?
თანამშრომლობის ფორმატი ძირითადად არის, რაც მე ვახსენე, რექტორთა საბჭოს ფორმატი, თუმცა რა თქმა უნდა ინდივიდუალური კონტაქტიც არის უნივერსიტეტებთან და სამუშაო ურთიერთობა. ძირითადი საკითხები წყდება რექტორთა საბჭოს ფარგლებში, თუ ეს გარკვეულად რომელიმე კონკრეტულ უნივერსიტეტს ან მის პრობლემას არ ეხება. რეკომენდაციები და გეგმები მათთან ურთიერთობის ნამდვილად არის და ჩვენ ვიცით, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტს აქვს შემუშავებული, მაგრამ ჯერ არ წარმოუდგენია განვითარების სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც ისინი აპირებენ, რომ ჩამოყალიბდნენ როგორც კვლევითი უნივერსიტეტი. ძალიან საინტერესო იქნება ამ კონცეფციის განხილვა და ამ განხილვის შედეგად უკვე რეკომენდაციები იქნება, მხარდაჭერა იქნება თუ რაიმე სამომავლო გეგმები, ესენი უკვე ერთად უნდა დავსახოთ, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ შეკითხვებს განათლების მინისტრი თამარ სანიძე პასუხობდა. როგორც ცნობილია, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზდასამართის სადგურის მშენებლობა დაიწყო. ამ ფაქტს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა უნივერსიტეტის რექტორი. ლადო პაპავამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას და ქალაქის მერიას არ დაუშვან სტუდენტებისა და საზოგადოების ინტერესების უგულებელყოფა. ამ ფაქტს ჩვენ უფრო ცლად შევეხებით მომდევნო გადაცემაში, ახლა კი ნახეთ უნივერსიტეტის ქრონიკა. ეკონომისტებსა და ამ დარგით დაინტერესებულ საზოგადოებას კარგად ემახსოვრება მუდმივ მოქმედი სამეცნიერო სემინარების სერია პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან. თუმცა 2013 წლის ზაფხულიდან, ანუ მას შემდეგ, რაც აკადემიკოსი ლადო პაპავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გახდა, დარგის სპეციალისტებთან მისი მოხსენებით გამოსვლა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გახდა შესაძლებელი. საყურადღებოა, რომ ამ სემინარის თარიღი შემთხვევით არ ჩანიშნულა. 1918 წელს ეს იყო 13 სექტემბერი, პარასკევი, გამოვიდა პირველი პერიოდული გამოცემა, ჟურნალი. ეს ჟურნალი იყო სწორედ ეკონომიკური ჟურნალი. ეს არის 1918 წელი, ჩვენი პირველი რესპუბლიკის პერიოდი და სწორედ ეს დღე იქნა შერჩეული როგორც ეკონომისტის დღე ყოველი წლის მეორე პარასკევი. უნებრივია, როცა ეს დღე ახლოვდებოდა, ოფიციალურად რა შეიძლება გაკეთებულიყო ამ დღის უბრალოდ ასე აღსანიშნავად და ყველაზე ოთხაში უკეთესი მე ვერ მოვიფიქრე, გარდა იმისა, რომ ჩემი კოლეგები შემეკრიბეთ აქ და განმეახლებინა ის სემინარები, რომელიც ერთი წელი შეწყვეტილია. შეგახსენებთ, რომ ამჯერად ლადო პაპავას მოხსენების თემა გახლდათ პოსტსაბჭოთა პოსტინდუსტრიალიზმი და ეკონომიკური განვითარების ძირითადი თავისებურებები საქართველოსა და რუსეთში. კარგად მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკური განვითარების მოდელის ძიება განსაკუთრებული სიმწვავით 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ გახდა აქტუალური. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რამდენიმე წლიანი შრომისა და კვლევის შედეგად მსოფლიომ ჯერ კიდევ ვერ შეძლო ამ პრობლემის დაძლევა. საკითხი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს განვითარებადი და პოსტკომუნისტური ქვეყნების რეალობის ფონზე. დღეს რაიმე სერიოზული მოსაზრება იმ პრობლემასთან დაკავშირებით, როგორ უნდა განვითარდეს გლობალურად ეკონომიკა, არ არსებობს. და შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი ეპოქა ამით განსხვავდება გასული საუკუნის 20-იან წლებში განვითარებულ დიდ დეპრესიის ეპოქასთან, რადგანაც დიდი დეპრესია დასრულდა იმით, რომ ჯონ მეინარდ კეინზმა შექმნა თეორია, რომელმაც ახალი ფუძელი გადაშალა არა მარტო ეკონომიკურ მეცნიერებაში, არამედ შექმნა მთელი მიმართულება მსოფლიო ეკონომიკაში და პრაქტიკულად ათეულობით წლების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი სახელმწიფო მისდევდა იმ პოლიტიკას, ატარებდა იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ამ თეორიის საფუძველზე იყო შექმნილი. ორი სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური მოდელის შედარების პრინციპისადმი სპეციალისტების დამოკიდებულება ერთგვარი სკეპტიციზმითაა გამორჩეული. მით უფრო, როცა საუბარია შედარებით დიდი, ანუ რუსეთის და შედარებით პატარა, ანუ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მაგრამ როგორც ლადო პაპავა განმარტავს, ეს ის შემთხვევაა, როდესაც რაოდენობრივობა თვისობრიობაში გადადის, ეს კი ხშირად არ არის შესადარი სისტემები. ფართო აუდიტორიისთვის რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს მოხსენება დასრულდა შედეგით. რუსეთი და საქართველო როგორც სიღარიბის, ისე ეკონომიკის
ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებით დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. სხვა საქმეა ამ ქვეყნების ეკონომიკის მახასიათებლები და ამოცანები, რომელთა წინაშეც დგანან ისინი. მინდა შეგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ აკადემიკოსი ლადო პაპავა პრაღაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ამავე თემით წარსდგა. პოსტსაბჭოთა პოსტინდუსტრიალიზმი და ეკონომიკური განვითარების ძირითადი თავისებურებები საქართველოსა და რუსეთში წლის ბოლოს მოსკოვშიც დაიბეჭდება. დაინტერესებულ მკითხველს მივანიშნებ, რომ მოხსენება შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტში. მისამართზე papava.info. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 3 დღის მანძილზე მასპინძლობდა საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით საქართველოს, კავკასიის და ცენტრალური აზიის ებრაელები. შეგახსენებთ, რომ კონფერენცია ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობის 26 საუკუნოვან საიუბილეო წელს მიეძღვნა. დღის წესრიგში არსებული პრობლემა საქართველოს, კავკასიის და ცენტრალური აზიის ებრაელები მეტად მნიშვნელოვანი გახლავთ და ბევრის მომცველი. და როცა ჩვენი კონფერენცია ამ საკითხს იხილავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისრაელის ბარ-ილანის უნივერსიტეტის თანამონაწილეობით უნდა ვივარაუდოთ, რომ შედეგი თვალსაჩინო იქნება. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტისათვის ებრაისტიკის პრობლემების კვლევა ტრადიციული გახლავთ. დაარსებიდან მოკიდებული ეს დარგი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. ნიშანდობლივია, რომ 1991 წელს მის მიწურულში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა ებრაისტიკის კათედრა, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს არამეულ ებრაული დეპარტამენტის სახით. 3 დღის განმავლობაში აუდიტორიამ მოისმინა სომხეთის, ბუხარის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთისა და თურქმენეთის ებრაული თემების წარმომადგენელთა აკადემიური კვლევები. მე ერთხელ მქონდა შემთხვევა აღმენიშნა აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლის სადმი მიზნილი ხსოვნის აღამოზე და მინდა ახლა გავემეორო, რომ საქართველო არის პრაქტიკულად ის გამონაკლისი ქვეყანა, რომელსაც დღეს არ უწევს ბოდიშის მოხდა ებრაელობის წინაშე იმდენად ერთიანი ორგანიზმი და შეხმატკვილებული ვიყავით ყოველთვის. საერთოდ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც თავისი გრძელი ისტორიის მანძილში შეძლო ისე ეცხოვრა სახელმწიფოებრივადაც, კულტურულადაც, რომ საბოდიშო არც ერთ ხალხთან არ ქონოდა, არც მის შიგნით მყოფთან, არც მის გარეთ, არც მის გვერდით მეზობლა და შესაძლებელია ეს არის ერთ-ერთი არგუმენტი იმისა, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს ვპოვებთ, დავემკვიდრებთ ჩვენს წარმატებულ ადგილს დღევანდელ მსოფლიოში, დღევანდელ არეულ დაულაგებელ მსოფლიოში. კონფერენციის პირველივე დღეს მსგავსი სამეცნიერო ფორუმების მნიშვნელობაზე ქართველმა პარლამენტარებმაც ისაუბრეს. ნამდვილად მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი ვესწრებოდე ასეთ კონფერენციას. მე მქონდა შესაძლებლობა ქნესეთის წევრებს შევხვედროდი, როცა მაღალი დონის ოფიციალური შეხვედრა ჩატარდა და ჩვენ იქ განვიხილეთ სწორედ ის პერსპექტივები, როგორ უნდა განვითარდეს პარლამენტებს შორის ურთიერთობები, ისრაელის ქნესეთსა და საქართველოს პარლამენტს შორის, როგორია აქ პოლიტიკოსების როლი და ვიტყოდი, რომ საქართველოში ალბათ ჩვენს პარლამენტში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფი მეგობრობის პარლამენტებს შორის არის სწორედ საქართველოსა და ისრაელის ქნესეთს შორის მეგობრობის ჯგუფი და არის ძალიან დიდი დაინტერესება ჩვენი პოლიტიკოსების, პარლამენტის წევრების სწორედ ისრაელთან ურთიერთობის განვითარების და მე ვფიქრობ, რომ ეს კონფერენცია კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია აი ამ გზაზე. ქართველი და ებრაელი მეცნიერების განმარტებით საქართველოს, კავკასიის და ცენტრალური აზიის ებრაელების ისტორიისა და თანამედროვეობის კვლევა საუკეთესო საფუძველია ახალი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტის რიგოლ ფერაძის მემორიალური დაფა გაიხსნა. წმინდა რიგოლის 115 წლის თავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეც იღებდა მონაწილეობას. რიგოლ ფერაძის უნივერსიტეტში დაბრუნებას ჩვენ სპეციალური სიუჟეტი მიუძღვენით და თქვენ მას ახლა ნახავთ.
სამწუხაროა, რომ წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელზე მშობლიურ ქვეყანაში ამ ნანგრევების გარდა დღემდე არ არსებობს არავითარი ხელშესახები ნაგებობა. პატრიარქის როცვა კუთხევით ჩვენმა საზოგადოებამ გადაწყვიტა აქ აკულციხეში მისი მშობლების ნასახლარზე ააშენოს წმინდა გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმი. აიზომა ნასახლარი, დამუშავდა პროექტი. პირველ სართულზე მოეწყობა წმინდანის ფოტო და ვიდეო ექსპოზიცია. მეორე სართულზე განლაგდება გრიგოლ ფერაძის ნაშრომების ბიბლიოთეკა და სამკითხველო. აქვე მოეწყობა პოლონეთის არმიაში მომსახურე 200 ქართველ ემიგრანტი ოფიცრისადმი მიძღვნილი გამოფენა. წმინდა გრიგოლი ამ ოფიცრების სულიერი მამა იყო და პოლონეთი მათი მეორე სამშობლო გახდა. გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმი ქართველების და პოლონელების კიდევ ერთი დამაკავშირებელი ხიდი იქნება. გრიგოლ ფერაძე ხომ ორივე ქვეყნის მართლმადიდებლების წმინდანია. ის რაც გვახსენებს გრიგოლ ფერაძეს, ასე ქვია ფილმს, რომელიც წმინდა გრიგოლ ფერაძის საზოგადოების დამფუძნებელმა ილია ფერაძემ წინაპრის ხსოვნას მიუძღვნა და საზოგადოებას გრიგოლ ფერაძის დაბადებიდან 115 წლის თავზე უნივერსიტეტში წარუდგინა 13 სექტემბერს. თითქოს სიმბოლურიც იყო, რომ მას პინძელი დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიასთან მიმავალ გზად ხვდებოდა სტუმრებს. ეკლესიამდე, სადაც დღე წმინდანის სავედრებელი პარაკლისით უნდა დაწყებულიყო. გრიგოლ ფერაძე 1918-21 წლებში უნივერსიტეტში სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტზე სწავლობდა. პიროვნულად მის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის გამოჩენილ ქართველ მეცნიერს კორნელი კეკელიძეს. სასულიერო სემინარიის რექტორობისას მან სრულიად ახალგაზრდა გრიგოლს მიანდო მეტეხის პლატოზე ასაშენებელი წმინდა აბოს სამლოცველოს ფონდის ხელმძღვანელობა. შემდეგ თბილისის უნივერსიტეტში სწავლისას 1921 წელს საბჭოთა არმიის შემოჭრისას განარიდა გრიგოლი კომუნისტების ტერორს და გაგზავნა სოფელ მანავში მასწავლებლად. საბოლოოდ მისივე მეშვეობით და კათოლიკოს პატრიარქის ამბროსი ხელაიას, აგრეთვე მიტროპოლიტ ლეონიდეს დახმარებით 21 წლის გრიგოლი გამოჩენილი გერმანელი ქართველოლოგის არტურ ლაისტის სარეკომენდაციო წერილით და გელათის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით გაემგზავრა გერმანიაში თეოლოგიური ცოდნის გასაღრმავებლად. 90 წლის წინ 21 წლის გრიგოლ ფერაძემ საქართველო დატოვა და შემდეგ ასევე 21 წელი სიცოცხლის ბოლომდე ემიგრაციაში გაატარა. ამ წლების მანძილზე მან განვლო გზა თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტობიდან ფილოსოფიის დოქტორობამდე, საეკლესიო ბერობიდან არქიმანდრიტობამდე, ევროპის ცნობილ ორიენტალისტობამდე, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორობამდე და ბოლოს ოსვენციმის გაზის კამერამდე. გრიგოლ ფერაძე წარმოგვიდგება მიხეილ თამარაშვილის სულიერ შვილად, მისი ცხოვრების სტილის უშუალო გამეორებლად, არა მარტო თავგადაკლული ღვაწლით, რომ შეეგროებინა უცხოეთის არქივებში გაფანტული მასალები საქართველოს ირგვლივ, არამედ ტრაგიკული და ჰეროიკული აღსასრულითაც. როგორც მიხეილ თამარაშვილმა გაწირა თავი უცნობი ადამიანისთვის, გადახდა ზღვაში, რათა ის გადაერჩინა და თვითონ გაიწირა ამის გამო, ასეთივე რამ ჩაიდინა გრიგოლ ფერაძემაც საკონცენტრაციო ბანაკში, იგი ჩაენაცვლა მისთვის უცნობ ადამიანს, მრავალშვილიან მამას და მის მაგივრად შევიდა გაზის კამერაში. კარგად მოგეხსენებათ, რომ გრიგოლ ფერაძის გარდაცვალების სულ მცირე ორი ვერსია არსებობს. ეს ვერსიები რო იბადება, ახალი ვერსიები, ეს არ არის სუდი. აქ არ არის ამაში არც ნაკლი, იმიტომ რომ მთავარია ის, რაც მოხდა, ის ფაქტი, რომელიც მან ჩაიდინა და გასცირა მოყვასისთვის,
აი ეს არის მნიშვნელოვანი. ადამიანებს გვაქვს უფლება, რომ სხვადასხვა ვერსიის სახით იყოს გადმოცემული გრიგოლ ფერაძის მოწამებრიად აღსრულების თქვათ ეს ბოლო თქვათ დღეები, როგორიც იყო აღწერილი სხვადასხვა გადმოცემებსა და დოკუმენტებში. 1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა. მისი კანონიზება იმ წელს ეცნო პოლონეთის ეკლესიამაც. დღეს პოლონეთში წმინდა გრიგოლის სახელობის 3 ეკლესია არსებობს. В Польше появляется очень много публикаций на тему Григола Пераза, во-первых. Во-вторых, уже 3 тома полного издания его научных трудов. Еще будут 2 тома. Это издание находится во всех библиотеках университетских, во многих библиотеках частных тоже. Так что знание о нем возрастает с каждым годом, можно сказать. Кроме того, в Варшавском университете каждый год международная научная конференция кавказиологическая имени святого Григола Перазы. В этом году тоже 6 декабря начинается всегда эта конференция. Благодаря этой конференции его имя стало известным к археологам, оно уже было известным, стало очень известным к археологам и всем, которые интересуются Грузией во всем мире. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, კომუნისტურმა მთავრობამ გრიგოლ ფერაძეს სამშობლოში დაბრუნების საშუალება არ მისცა. მას ოცნებად გადაექცა მშობლიურ უნივერსიტეტში მოღვაწეობა. ამის შესახებ არაერთ გზის წერდა უნივერსიტეტის რექტორს ივანე ჯავახიშვილს და პროფესორ კორნელი გეგელიძეს. ორჯერ სტალინსაც კი მიმართა. დღეს წმინდანის მიმოწერის ნაწილს ქართული ემიგრაციის მუზეუმი ინახავს. მას ჰქონდა დედასთან და მასთან, ესე იგი მამაჩემთან მიწერ-მოწერა, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით 32 წლამდე, დედის გარდაცვალებამდე. და შემდეგ ესე იგი მისი დაჟინებული თხოვნით შეწყვიტა მიწერ-მოწერა ოჯახში, იმიტომ რომ შიშობდა, რომ მის გამო, ესე იგი, მის ძმას репрессиями არ შეხებოდა. Он уехал из Грузии как молодой человек, жил в Германии, потом в Польше, погиб в концлагере нацистов в Аушвиц. И это, конечно, очень повлияло на то, что знание о нем больше у нас в стране, в Польше, чем здесь. Но я надеюсь, что это теперь будет изменяться, и в Грузии он тоже станет очень известным как один из самых великих археологов междувоенного периода в Европе. Но, кроме того, тоже как святой, который погиб мученической смертью в концлагере. დღეს რაც ხდება, მოდი ვიგულისხმოთ ძალიან კარგ დასაწყისად იმისა, რაც უნდა გაგრძელდეს. ტომი გამოვიდა. აგერ უნივერსიტეტი როგორ ყურადღებით ექცევა ამ სახელს, უნდა რომ რაც შეიძლება გაახმიანოს და ახალგაზრდებს ჩაუბეჭდოს სულსა და გონებაში. და მით უმეტეს, როცა ხელმისაწვდომი იქნება მისი ტომები, მისი ნაწერი და მისი ბიოგრაფია, სულ სხვანაირად წარმოჩნდება არა მარტო ეს პიროვნება, არამედ ჩვენი ტრაგიკული ისტორია, თუ რა ხალხი ყოლია, რა პატრონი ყოლია ჩვენ ქვეყანას. არიან ისეთი ადამიანები, რომელთა სახელები ცნობილია მთელ მსოფლიოში. აი ასეთი პიროვნება ბრძანდებოდა, გაბრძანდება წმინდა გრიგოლ ფერაძე. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და წმინდა გრიგოლ ფერაძის ლოცვა შეგეწიოთ თქვენ პოლონეთს, საქართველოს და მთელ ქვეყანას. გრანდიოზული კონცერტი ვარდების მოედანზე, მრავალი პრიზი მაღალ რეიტინგული აბიტურიენტებისთვის, საჩუქარი სტუდენტებს და ერთგვარი შეჯიბრი უნივერსიტეტებს შორის. ასე მიულოცა განათლების და მეცნიერების სამინისტრომ ახალი სასწავლო წლის დაწყება ახალგაზრდებს. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. დიდი მადლობა რომ მოვიდა
მოდიოდანი დღეს ჩვენთან და გილოცავთ რა თქმა უნდა ახალი სასწავლო წლის დაწყებას. დღევანდელი დღე გეძღვნებათ თქვენ, მხოლოდ სტუდენტებს. განსაკუთრებით მივესალმებით იმ სტუდენტებს, რომლებმაც სწორედ დღეს დაიწყეს სტუდენტური ცხოვრება. და ასევე დიდი მადლობა უნდა გადავხადოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ კონცერტის ორგანიზებისათვის და ასევე მონაწილე უნივერსიტეტებს. აპლოდისმენტების ფონზე მე მინდა დავასახელო უნივერსიტეტები, მაშასე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დიახ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნივერსიტეტებს შორის მართლაც პირველია. ეს დაადასტურა კიდეც დილის ცერემონიამ, რომელსაც უნივერსიტეტი ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყებისას აღნიშნავს. წელს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და თბილისის მერი დავით ნარმანიაც შეხვდნენ სტუდენტებს, რომელთა შორისაც სასწავლო წლის დაწყებას 4000-მდე პირველ კურსელიც ზეიმობდა. მინდა რომ დაგამახსოვდეთ დღევანდელი დღე. დღე, როდესაც თქვენ შემოაღეთ უნივერსიტეტის კარები. იმიტომ რომ არ არსებობს ნორმალური ადამიანი, რომელსაც ასეთი დღე ცხოვრებაში ავიწყდებოდეს. ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ გილოცავ სტუდენტად გახდომას და გისურვებ წარმატებებს. საქართველოში ყველაზე მაღალ რეიტინგული სტუდენტი ელენე გაბელაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ჯილდოს სახით ელენე 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა ასევე ყველაზე დიდი რაოდენობის 100%-იანი გრანტის მფლობელი პირველკურსელი. ბევრმა მიიღო საჩუქარი და ყველასთვის გაიმეტეს დასამახსოვრებელი სიტყვაც. თუნდაც ის შედეგები, რომელიც არის აბიტურიენტების არჩევანი, მათი მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოწინავეა საქართველოში, ჩვენი ფაკულტეტი მოწინავეა და ჩვენ პროფესორ-მასწავლებლები ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა ეს მოლოდინი, რომელიც მათ აქვს, აუხდინოთ, შეუსრულოთ და 4 წლის შემდეგ მათგან კარგი სპეციალისტები გამოვიდნენ, რომლებიც უდაოდ თავის წვლილს შეიტანენ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საღამოს ვარდების მოედანზე გამართულ გრანდიოზულ კონცერტსაც შეუერთდნენ, სადაც საქართველოს ყველა უნივერსიტეტის სტუდენტი იყო მიწვეული. გილოცავთ სწავლის დაწყებას. ნაყოფიერი, წარმატებული წელი გქონდეთ. წინ ძალიან ბევრი სიახლე გელოდებათ და იმედი მაქვს, რომ ყველა რესურს მაქსიმალურად გამოიყენებთ. ცერემონიალის ოფიციალური ნაწილის ყველაზე შთამბეჭდავი გამომსვლელი თბილისის მერი დავით ნარმანია გახლდათ, რომელმაც სცენიდან მერიის ახალი ინიციატივები გააჟღერა. მინდა ჩემი წინასაარჩევნო დანაპირების დაწყების თაობაზე გითხრათ ინფორმაცია. ჩვენ შესაბამის სამინისტროებთან, ანუ განათლების და მეორე მხრივ სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად დავიწყეთ აქტიური მუშაობა თბილისში პირველი ახალგაზრდული ცენტრის გაკეთებასთან დაკავშირებით და მშენებლობასთან დაკავშირებით. მოვიძიეთ შესაბამისი ტერიტორია და თბილისში უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გვექნება თანამედროვე ცივილური ახალგაზრდული ცენტრი. ეს იქნება სივრცე, სადაც ჩატარდება სტუდენტური კონფერენციები, სხვადასხვა ნამუშევრების გამოფენები, ტრენინგები და სხვა უამრავი რამ, რაც თითოეულ თქვენთაგანს გჭირდებათ. და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სტუდენტობის პერიოდში აუცილებლად მოვახერხებთ იმას, რომ ეს ცენტრი დავასრულოთ და გავხსნათ. და ასევე მომდევნო წლიდან მე შემიძლია აქვე დავაანონსო, კეთდება თბილისის მერის სტიპენდია განსაკუთრებით წარჩინებული სტუდენტებისთვის. ამიტომ ამ დიდ კონკურენტულ ბრძოლაში მიიღეთ მონაწილეობა და მოიპოვეთ მერის სპეციალური სტიპენდია. წარმატებებს გისურვებთ კიდევ ერთხელ, ყოველთვის გიგულეთ თქვენს გვერდით. სიტყვიდან პირდაპირ საქმეზე გადასვლა ოთოს პრეროგატივა აღმოჩნდა და აი ისიც. რა თქმა უნდა, Facebook-ზე დაგპირდით მე თქვენ ძალიან ბევრ სურპრიზებს და დავიწყოთ. საქართველოს ყველაზე მაღალ რეიტინგულ პირველ კურსელთა შორის პირველ რიგში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ელენე გაბელაია დაჯილდოვდა. ელენემ პირობა დადო, რომ ამდენი დასაჩუქრება თავში არ აუვარდება და სწავლას კვლავ წარმატებით გააგრძელებს. ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს და პროექტის მხარდამჭერებს ამდენი სასიამოვნო სიურპრიზისთვის კიდევ ერთხელ.
მაშასე ახლა დრო რომ დავიწყოთ დღევანდელი საღამოს არაოფიციალური ნაწილი. ერთად ვიზეიმოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება. ეს აერთიანებს ყველა ამ ადამიანს, ვინც დღეს აი აქ ვარდების მოედანზეა შეკრებილი. ახლა კი სცენაზე არის თესეულ ბორდელა, რომელიც როგორც ყოველთვის შეუდარებელია. აი ნახეთ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადაუწყვიტეთ, რომ მიგველოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებისთვის. მათ მოუწყეთ გრანდიოზული კონცერტი და როგორც ნახეთ, დავაჯილდოვეთ ძალიან ბევრი წარმატებული აბიტურიენტი. აი ეს დღე სავარაუდოდ გახდება ალბათ დიდი ალბათობით ტრადიცია და ვფიქრობთ ძალიან კარგ რაღაცას დაუდეთ სათავე და ყოველ წელს გაუმჯობესდება უფრო ახალი, უფრო ბევრი პრიზებით და ბევრი წახალისებით, რა თქმა უნდა.